2008 წლის საცხოვრებელი კრიზისი ერთჯერადი მოვლენა უნდა ყოფილიყო. მაგრამ ზუსტად იგივე ფინანსური ტოქსიკური ნარჩენი, რომელმაც მაშინ ეკონომიკა გაანადგურა, ეხლა ხელახლა შეფუთეს. ამჯერად ის Ford F150-ის ქრომირებულ გრილშია. 2024 წლის ბოლოსთვის ანგარიშებმა აჩვენა, რომ ისტორიაში ნებისმიერ სხვა მომენტზე მეტ ამერიკელს სატვირთო მანქანის სესხებზე იმაზე მეტი ქონდა გადასახდელი, ვიდრე მათი მანქანები ღირდა. საშუალო მფლობელი ვალდებული იყო თავისი მანქანის რეალურ ღირებულებაზე $6500 მეტი. ფანტომური ვალის ბუშტი იზრდება და მზადაა გასკდეს. და როცა ეს მოხდება, მთელი თაობა საბინაო ბაზრიდან გამოტიშული დარჩება. ყველგან გაიზარდა ძვირადღირებული სატვირთო მანქანების რაოდენობა, მაგრამ ბევრი მათგანი აღარ გამოიყენება ისე, როგორც ტრადიციულად იყენებდნენ სატვირთოებს. ავჭურულობის გადაზიდვის, სამუშაო ობიექტებზე გამოყენებისა თუ რთულ რელიეფზე მოძრაობის ნაცვლად, ისინი უმეტეს დროს გარეუბნებში, ოფისების სადგომებზე ან ქალაქის ქუჩებში ატარებენ. ამავე დროს ამ სატვირთოების ფასი მკვეთრად გაიზარდა. მოდელები, რომელთა ღირებულება $100,000-ზე მეტია, გამოიყენება მხოლოდ ოფისში მისასვლელად და დასაბრუნებლად. მიუხედავად მაღალი ფასისა, მოთხოვნა მაინც იზრდება. ფაქტობრივად, მონაცემები მიუთითებს, რომ ბევრი მყიდველი ფინანსურად იწევს ზვარზე მხოლოდ იმისთვის, რომ ასეთი მანქანა ჰყავდეს. 2024 წელს ედმონდსის წყაროების მიხედვით, დიდი სატვირთოების 40%-ზე მეც თვიური გადასახადი $1000-ზე მეტი აქვს. და გასაკვირია, ბევრი მყიდველი ამას პრობლემად არც კი აღიქვამს. სინამდვილეში ხშირად ვირუსულად ვრცელდება ვიდეოები, სადაც მფლობელები თავიანთ უზარმაზარ თვიურ გადასახადებზე საუბრობენ, ობენ, ზოგჯერ ამითაც კი იტრაბახებენ. ერთმა მზღოლმა ათასობით კომენტარი მიიღო მას შემდეგ, რაც თქვა, რომ მისი ქმრის GMC Sierra 1500 AT4 პიკაპის თვიური გადასახადი $1600. ეს მხოლოდ $500 ნაკლებია ASHS-ში საშუალო თვიური იპოთეკურ გადასახადზე. ხალხს პირდაპირ არ შეუძლია ამის გადახდა. დოკუმენტები აჩვენებს, რომ სატვირთო მანქანის მფლობელთა შემაშფოთებელი რაოდენობა ახლა უარყოფით კაპიტალშია. მათ მანქანებზე უფრო მეტი აქვთ გადასახდელი, ვიდრე მათი მანქანები რეალურად ღირს. ავტომობილების ინდუსტრიის ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ახალი მანქანა პირველივე წელს შეიძლება 20%-მდე დაკარგოს ღირებულება. ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია პრემიუმ კლასის მანქანებისთვის. მკითხველებისთვის, რომლებიც საკმარის თანხას არ იხდიან წინასწარ და საბოლოოდ გრძელვადიან დაფინანსებას ირჩევენ, თუნდაც თვეში 4 ნიშნა გადასახადებით ისინი საბოლოოდ ვალებში აღმოჩნდებიან, ან სესხზე მეტი აქვთ გადასახდელი, ვიდრე მანქანა ღირს. 2024 წლის ბოლოსთვის უარყოფითი კაპიტალის კრიზისი ეპიდემიურ მასშტაბებს მიაღწია და საშუალო ადამიანზე $6000 შეადგინა. ეს საკმარისია საიმისოდ, რომ პირდაპირ შეიძინოთ სანდო მეორადი Honda Civic. წყაროების მიხედვით, უარყოფითი კაპიტალით ჩაბარებული ყოველი 5 ავტომობილიდან ერთზე დავალიანება $10,000 ან მეტით აჭარბებს მის ღირებულებას. უარყოფითი კაპიტალით ავტომობილების გაცვლის ადამიანების რაოდენობაც მკვეთრად გაიზარდა. 2022 წელს ეს მაჩვენებელი 15.5% იყო, ხოლო 2024 წელს 24.2%-ის მიაღწია. მათი ახალი მზინავი სატვირთოები ნამდვილი ნაღმია, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება აფეთქდეს. ბევრი მძღოლისთვის ეს ნაღმი უკვე აფეთქდა. დაკავებული ავტომობილების სადგომები ივსება $1000-ობით $90,000 ღირებული King Range-ით. Cox Automotive-ის მონაცემებით, 2022-დან 2024 წლამდე ავტომობილების ჩამორთმევის შემთხვევები 53%-ით გაიზარდა. ამერიკის მასშტაბით 2025 წელს დაახლოებით 3 მილიონი ავტომობილი ჩამოართვეს მფლობელებს. ეს იმის ნიშანია, რომ ზოგი ამერიკელისთვის გარეგნული შთაბეჭდილების შენარჩუნების ფასი უკვე აუტანელი ხდება. მაგრამ როგორ გახდა ეს პრობლემა ასეთი სერიოზული? ნუ თუ ამდენმა ადამიანმა უბრალოდ დაიწყო ფინანსურად არაგონირული გადაწყვეტილებების მიღება. მიზეზი უფრო რთული და ბოროტია. ეს არ არის ინდივიდუალური სიბრიყვის შედეგი, არამედ მიზანმიმართული სისტემური ჩავარდნა, რომელსაც სიხარბეც ემატება. 2012-დან 2020 წლამდე 10 წლეული IAP ფულისა და 0%-იანი საპროცენტო განაკვეთების პერიოდი იყო. ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ შეინარჩუნა დაბალი საპროცენტო განაკვეთები, რათა ეკონომიკური აღდგენა წაეხალისებინა. ეს ავტომობილის სესხედომილის სესხებზეც დაბალ პროცენტებში აისახა. ბევრი ადამიანისთვის ეს სესხებს თითქმის უფასო ფულად აქცევდა, რადგან 2010-იანი წლების უმეტეს პერიოდში საპროცენტო განაკვეთები დაახლოებით 4%-ის ფარგლებში მერტეობდა. დაახლოებით 2022 წლამდე სწორედ მაშინ გაიზარდა განაკვეთები და ახალი ავტომობილებისთვის თითქმის 8%-ს მიუახლოვდა. Experian-ის მონაცემებით, 2025 წლის ბოლოს ახალი ავტომობილების სესხებზე საშუალო საპროცენტო განაკვეთი 6.27%-ს მიაღწია, ხოლო მეორადი ავტომობილების სესხებზე საშუალო განაკვეთი 11.26%-ს შეადგენდა. აღმოვაჩინეთ, რომ მომხმარებლებს კიდევ უფრო შემზარავი გამოცდილება ჰქონდათ პიკაპისებებისა და SUV-ების შემთხვევაში. ერთმა მომხმარებელმა მელისა დიკერსონმა გვიანბო, როგორ აღმოჩნდა $1100, ანუ $1100-იანი ყოველთვიური გადახდის წინაშე მას შემდეგ, რაც მისმა ვაჟმა ავარიაში მოჰყვა. მანამდე ის დაახლოებით $400, ანუ $400 იხდიდა თვეში მსგავსი მანქანისთვის. ახალ სესხს დაახლოებით 15%-იანი საპროცენტო განაკვეთი ჰქონდა. მან მანქანა შეცვალა და ფინანსური ტვირთი აიღო. დაბალი საპროცენტო განაკვეთის ეპოქაში ხალხმა საერთოდ შეწყვიტა სესხის პროცენტის გათვალისწინება შეძენისას. ამიტომ მანქანის საერთო ფასის ნაცვლად მხოლოდ თვიურ გადასახადს ამოწმებდნენ. დილერებმა იცოდნენ, რომ ასე ხდებოდა. ამიტომ ამით ისარგებლეს. ერთ-ერთი ტაქტიკა იყო 4 ნაწილიანი სამუშაო ფურცელი. ეს არის ქაღალდი, რომელიც 4 ნაწილად არის გაყოფილი. შესყიდვის ფასი, გაცვლითი ღირებულება, საწყისის შენატანი და თვიური გადასახადები. პირველი შეხედვით ეს ინფორმაციულად ჩანს, მაგრამ ყოფილი ავტომობილების დილერების თქმით, დილერები ამ ფურცელს იყენებდნენ იმისთვის, რომ პოტენციური მყიდველი მieყვანათ იმ რიცხვამდე, რომელიც მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, თვიურ გადასახადამდე. თუ კლიენტი მაინც ჰოკმანობს, დილერი შეიძლება დათანხმდეს თვიური გადასახადის შემცირებას გაცილებით გრძელვადიანი სესხის სანაცვლოდ. საბოლოოდ კლიენტები მთლიანობაში ბევრად მეც იხდიან. როდესაც დილერები ყურადღებას ამახვილებენ თვიურ გადასახადზე, მათ შეუძლიათ დამატებითი
გადასახადების ჩართონ, რათა დამალონ უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთი, ვიდრე თქვენ რეალურად შეგეძლოთ მიიღოთ. და სესქის ვადები უკვე საკმაოდ გრძელია. 2023 წლის შუა პერიოდში იმ მყიდველების 64.5%-ს, რომელთაც თვეში $1000-ზე მეტი უხდებათ, სესხი 77-დან 84 თვემდე ვადით ჰქონდათ აღებული. ეს უფრო გრძელია, ვიდრე ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხის ერთად აღება. ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ხრიკი კი უარყოფითი კაპიტალის გამოყენებაა, რომ კიდევ უფრო დიდ ვალში ჩაგაგდონ. თუ უარყოფითი კაპიტალის მქონე მანქანას ჩააბარებ, დილერები გთავაზობენ, რომ შენს ვალს გადაიხდიან, თუ მათგან მანქანას იყიდი. მაგრამ ზოგჯერ ისინი ამ ვალს უბრალოდ ახალ სესხში ჩაამატებენ. ან პირველადი შენატანიდან გამოაკლებენ ისე, რომ ეს კონტრაქტში ნათლად არ იქნება მითითებული. მომხმარებლები საბოლოოდ უფრო მაღალ ძირითად თანხაზე იხდიან პროცენტს, ისე რომ ამას სრულად ვერ აცნობიერებენ. როგორც კი ინდუსტრიამ გაიგო, რომ უფრო ძვირად ღირებული მანქანების გაკიდვა და ფინანსებით შეიძლებოდა, რაღაც შეიცვალა. ხელმისაწვდომი მანქანები გაქრა. თუ მყიდველები არჩევანს თრიული გადახდის მიხედვით აკეთებენ, რატომ უნდა გააგრძელონ იაფი მანქანების წარმოება? დიდი სამეული Ford Motor Company, General Motors-ი და Stellantis-ი ძირითადად შეწყვიტეს იმ $25,000 სამუშაო პიკაპების წარმოება, რომლებიც ოდესღაც ამერიკული ავტოინდუსტრიის საყრდენი იყო. მარტივი ხელმისაწვდომი პიკაპები, რომლებზეც ხალხი 10 წლეულების განმავლობაში იყო დამოკიდებული. ქრება. მათ ადგილას გამოჩნდა როგორ და ისეთი პიკაპები, როგორიცაა Ford F150. მოძრავი ლუქს კლასის სალონი, რომელიც შექმნილია მოგების მარჟების გასაზრდელად ჩიპების დეფიციტის დროს. Cox Automotive-ის მონაცემებით, სრული ზომის პიკაპის საშუალო ფასი 2025 წლის ივლისში თითქმის $64,800 იყო. და ფასები ხშირად კიდევ უფრო მაღალია ვიდრე ეს. მაგალითად, Ford F100 50-ის საწყისი ფასი არის $38,800, რაც თითქოს მისაღებია. მაგრამ 2025 წელს 8 ხელმისაწვდომი კომპლექტაციიდან 5-ის ფასი სავალდებულო გადასახადების ჩათვლით $65,000-ზე მეტია. პიკაპების ფასების ზრდის ნაწილი ავტომობილების ზოგადი ფასების ზრდის ანარეკლი. 1999 წლიდან 2019 წლამდე ავტომობილების ფასები დიდ ჯამში 2.3%-ით გაიზარდა, მაგრამ მხოლოდ შემდეგი 6 წლის განმავლობაში 2019-დან 2025 წლამდე ფასები 23%-ით გაიზარდა, რაც 10 ჯერ მეტია. პრემიუმ პიკაპების ბაზარი კიდევ უფრო მძიმეა. ფასები მკვეთრად გაიზარდა და ავტომწარმოებლებმა იცოდნენ, რომ მათ შეეძლოთ მათი გაზრდა, რადგან მოთხოვნა წარმოუდგენლად მაღალი იყო, განსაკუთრებით აშეტეშუში. აშეტეშოს პიკაპების ბაზარი მსოფლიო მოთხოვნის 37%-ს შეადგენს. მხოლოდ 2024 წელს აშასეკოშიში მომხმარებლებმა 4,100,000 პიკაპი შეიძინეს, რაც წინა წელთან შედარებით 12%-ით მეტია. ეს იგივეა, რაც ლოს-ანჯელესის ყველა მსხვრებმა ერთ წელიწადში პიკაპი იყიდოს. უმეტესობისთვის ეს სულად აღჭურვილი და ზედმეტად ძვირად ღირებული პიკაპები სრულიად უსარგებლოა. სტატისტიკა აჩვენებს, რომ Ford F150-ის მფლობელების 35% თავის პიკაპს Swift-ის გადასაზიდად წელიწადში ერთხელ ან უფრო იშვიათად იყენებს. ამ მფლობელთა 3/4-ს კი პიკაპით რაიმეს გადაბმა წელიწადში ერთხელ ან უფრო იშვიათად უწევს. და მხოლოდ 30% გადის off-road-ზე წელიწადში ერთხელზე მეტჯერ. ეს იგივეა, რაც $1,200-იანი ღრმაწყლოვანი ღვინთვის კოსტიუმის ყიდვა და ყოველდღე შხაპის მისაღებად დარება. უმეტესობა ძვირად ღირებულების პიკაპის მფლობელებისა რეალურად პიკაპს არ საჭიროებს. ნებისმიერი სედანი ან crossover-ი მათი საჭიროებების 99%-ისთვის, თუ არა ყველასთვის, სრულიად საკმარისი იქნებოდა ბევრად იაფადაც დაუჯდებოდათ. ამ მფლობელების უარმა, რომ მანქანები დასვიან, ამ პიკაპებს მეტსახელი მისცა. ასფალტის პრინცესები. მაგრამ ავტომწარმოებლები ამ პიკაპების ყველაზე მაღალი კლასის ვერსიებს უფრო სწრაფად უშვებენ ვიდრე ოდესმე. მათ კი ბაზისური მოდელების მიწოდება შეამცირეს. 2026 წლის დასაწყისში Ford-მა გაზარდა ყველაზე მაღალი კლასის F150-ების მარაგი, მათ შორის Platinum და Platinum Plus ვერსიებისაც. ამავე დროს XL-ის ბაზისური მოდელის წარმოება 19%-ით შეამცირეს. ეს ყოველჯერზე ხდება, როცა მიწოდება იკლებს. პანდემიის შემდეგ Ford-მა უპირატესობა მისცა პრემიუმ კლასის მოდელებს ვიდრე საბაზისო სამუშაო პიკაპებს. დეფიციტის დროს არჩევანის გაკეთება საჭიროა და პიკაპი, რომელიც დამატებით $35,000 შემოსავალს მოიტანს, მარტივი არჩევანია. მიუხედავად იმისა, რომ Ford ზუსტად არ აქვეყნებს ავტომობილების მოგების მარჟებს, ჩვენ აღმოაჩინეთ, რომ Platinum-ის კომპლექტაცია ძალიან მომგებიანი დამატებაა. Platinum-ის ფასი $87,000 ღირს, მაშინ როცა XL-ის საბაზისო მოდელის ფასი $38,800-ია. ეკონომიკის მზარდი გაურკვევლობის პირობებში, როგორ ახერხებენ ამდენი ადამიანი ამ ფასების გადახდას? მარტივი პასუხია: ვერ ახერხებენ. მაგრამ დილერები და ბანკები ატყუებენ მათ, რომ ეს პრემიუმ პიკაპები მათი ბიუჯეტისთვის ხელმისაწვდომია. როდესაც მყიდველები მთლიან ფასზე კი არა, არამედ თვიურ გადასახადებზე ამახვილებენ ყურადღებას, ხელმისაწვდომობა თითქოს უფრო მოქნილი ხდება. სესხის ვადის 7 წლამდე გაზრდით, დილერები შეძლებენ, რომ ძვირად ღირებული მანქანებიც კი ხელმისაწვდომად გამოიყურებოდეს. ბანკები კი ამას ახალ ნორმად აქცევენ და 84 თვიანი სესხები სტანდარტად იქცა 2025 წლის მეორე კვარტალში. ახალი მანქანების დაფინანსების 22.4% 84 თვიან სესხებზე მოდიოდა. ეს მაჩვენებელი წინა წლის 17.6%-თან შედარებით გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი სესხები პირველად 80-იანი წლების შის შუა პერიოდში გამოჩნდა, ისინი 10 წლეულების განმავლობაში იშვიათად გამოიყენებოდა.
ავტომრეწველობის სფეროში მათ ხშირად აკრიტიკებდნენ და თითქმის არაეთიკურადაც კი მიიჩნევდნენ. კიდევ 2015 წელსაც კი წყაროები ციტირებენ ჯონ მენდელს, Honda-ს ASH-ში გაყიდვების ხელმძღვანელს, რომელმაც თქვა, რომ 84-თვიანი სესხები, ციტატა, სულელურია არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მთელი ინდუსტრიისთვის. აი რატომაც 2018 წელსაც კი ახალი ავტომობილის სესხების მხოლოდ მცირე ნაწილს ჰქონდა ასეთი ხანგრძლივი ვადა. 2026 წელს კი ისინი ახალი მანქანების მეხუთედზე მეტის დაფინანსებისთვის გამოიყენებენ. Honda-მაც კი დათმო პოზიცია 2022 წელს და დაიწყო 7 წლიანი სესხების შეთავაზება თავის მომხმარებლებისთვის. ავტომწარმოებლებმა შეცვალეს დამოკიდებულება, რადგან მიხვდნენ, რომ ეს იყო ერთადერთი გზა, რომ სულ უფრო ნაკლებად ხელმისაწვდომი ავტომობილები მომხმარებლებისთვის მიეღიდათ. როგორც ჩანს, ხელმისაწვდომი მანქანების გაყიდვის გზა მათთვის მიუღებელი იყო. 84 თვის სესხით და 4 თვიანი სესხის პრობლემა ისაა, რომ უარყოფითი კაპიტალი თითქმის გარანტირებულია, განსაკუთრებით პრემიუმ პიკაპებისთვის. თავდაპირველად ეს სესხის ვადა მუშაობდა, იმიტომ რომ ამერიკაში ფართოდ იყო გავრცელებული მითი, თითქოს პიკაპები უკეთ ინარჩუნებენ ფასს, ვიდრე სხვა ნებისმიერი მანქანა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ოდესღაც მართალი იყო იმ განძლე და პრაქტიკული პიკაპებისთვის, რომლებიც ხალხს ბიზნესის შექმნასა და გაფართოებაში ეხმარებოდა, დღეს ეს რეალობას ძალიან შორსაა. სინამდვილეში Ford F150 Platinum და GMC Denali წელიწადში 25-დან 30%-იან შოკის მომგრელ გაუფასურებას განიცდიან. გრძელვადიანი ავტოსესხები ASH-ში მდუმარე სიმდიდრის გამანადგურებლად იქცა. Ford Platinum, რომლის საშუალო საცალო ფასი დაახლოებით $87,000, შეიძლება თავის ღირებულების ნახევარი დაკარგოს 5 წელიწადში. სინამდვილეში ამ გაუფასურების უმეტესობა პირველ 3 წელიწადში ხდება და ეს პირდაპირ იწვევს უარყოფით კაპიტალს. კლიენტი გარკვეულ თანხას წინასწარ იხდის და მხოლოდ $80,000 სესხს იღებს Platinum-ის ღირებულებიდან. მას კარგი საკრედიტო ისტორია აქვს, ამიტომაც იღებს 7% საპროცენტო განაკვეთს. ეს ნიშნავს, რომ ისინი მომდევნო 7 წლის განმავლობაში თითქმის $21,400 გადაიხდიან პროცენტებში. სულ რამდენიმე ათასით მეტისთვის მათ შეეძლოთ ეყიდათ პრაქტიკული 2026 წლის Toyota Corolla მხოლოდ იმ პროცენტებით, რასაც Ford Platinum-ზე გადაიხდიან. საწყისი $7,000-ის წინასწარი გადახდის შემდეგაც კი კლიენტს დარჩება $101,400 გადასახდელი თავის პრემიუმ პიკაპზე. სამწუხაროდ 3 წლის შემდეგ მათი პიკაპის ღირებულება მხოლოდ $43,500-ია. მაშინ როცა თუ ყველა გადახდას დროულად შეასრულებდით, მაინც დაგრჩებოდათ გადასახდელი $50,400, რაც თითქმის $7,000 უარყოფით კაპიტალს ნიშნავს. არც F150 არის გამონაკლისი. 2021 წლიდან 2026 წლამდე Chevrolet Silverado 1500-მა და GMC Sierra-მაც 42%-ით დაკარგეს ღირებულება. და თუ სცადებთ ამ პიკაპების გაყიდვას, მეორადი ბაზარი ჩამოიშალა, რადგან მომხმარებლები საბოლოოდ შორდებიან პიკაპებს, ნაწილობრივ ცხოვრების მაღალი ხარჯებისა და საწვავის ფასების გამო. 2026 წლის დასაწყისის ანგარიშები აჩვენებს, რომ 3%-ით შემცირდა იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც ფიქრობს, რომ მათი შემდეგი მანქანა SUV ან პიკაპი იქნება. ამ ყველაფერმა შექმნა სიტუაცია, სადაც მომხმარებლები ჩაკეტილნი არიან მზარდივალის ციკლებში უარყოფითი ღირებულების აქტივებით და გამოს არ ჩანს და გამოსავალი არ ჩანს. შედეგები უკვე დაწყებულია. ჩვენ მოვიძიეთ წყაროები Moody's-დან, რომ მაღალი რისკის ავტოსესხების 30%-იან ვედა ვეღარ იფარება. ეს დაახლოებით იგივეა, როგორც subprime იპოთეკური სესხების დეფოლტის მაჩვენებელი, რომელმაც დიდი რეცესია გამოიწვია. მაშ, რას აკეთებენ ბანკები ამდენი დეფოლტის პირობებში? ობებში. განა არ აწუხებთ ის ფული, რომელსაც კარგავენ? სინამდვილეში არა, რადგან ისინი საერთოდ არ კარგავენ ფულს. მათ ეს სესხები შექმნეს იმისთვის, რომ თავი დაიცვან მაშინ, როცა მომხმარებლები გაკოტრდებიან. 2025 წელს Bloomberg-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ცუდი საკრედიტო ისტორიის მქონე მომხმარებლებზე გაცემული ავტოსესხები $27 მილიარდზე მეტ ობლიგაციებს უზრუნველყოფდა. მაგრამ Wall Street-მა იპოვა გზა, რომ ამითაც ეშოვა მოგება. მათ დაიცვეს აბსურდულად მაღალი პროცენტის დაკისრება რისკიანი საკრედიტო ისტორიის მქონე მომხმარებლებზე და ამით რისკი გაანაწილეს. ეს პროცესი ცნობილია როგორც სეკიურიტიზაცია. ამ პრაქტიკას მკაცრად არეგულირებდნენ იპოთეკურ სესხებთან დაკავშირებით დიდი რეცესიის შემდეგ. ახალი კანონებისა და მომხმარებელთა ფინანსური დაცვის ბიუროს, ანუ CFPB-ს შექმნის წყალობით. კომპანიებს ევალებოდათ შეესწავლათ მომხმარებლების ფინანსური მდგომარეობა, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ მათ ჰქონდათ სესხის დაფარვის კარგი შანსი. მაგრამ ავტომობილების დილერებმა აქტიურად იბრძოლეს და მოიპოვეს გამონაკლისი CFPB-ს ზედამხედველობიდან. ამტკიცებდნენ, რომ ავტომობილები ამერიკელებისთვის აბსოლუტურად აუცილებელი საქონელი. გარდა ამისა, ბანკები თითქმის არ იღებენ დიდ რისკს, რადგან უმეტესობა ავტოსესხებისა სისტემურად არ ეკუთვნის ერთსა და იმავე ბანკებს. ისინი განაწილებულია საკრედიტო კავშირებსა და ავტომწარმოებლების საკუთარ საფინანსო კომპანიებში, როგორიცაა Ford Credit. ასე რომ, მომხმარებელი ვერ იხდის ვალს და ყველაფერს კარგავს, მაგრამ ბანკი მაინც იგებს. ერთი მაგალითია, Drive 2019 3 ტრასტი. მიუხედავად იმისა, რომ მისი ნომინალური ღირებულება იყო $1.21 მილიარდი, დამატებით $344 მილიონი ავტოსესხი იქნა ჩართული ამ პაკეტში, რომლითაც ზარალებისგან დაცვა უნდა უზრუნველებოთ.
მას მართავდა Santander Consumer USA, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი subprime სესხების გამცემი კომპანია. Santander-ის გეგმა მარტივი იყო და მიზნად ისახავდა მათთვის დიდი მოგების მოტანას. ისინი სთავაზობენ ავტოსესხებს. როგორც წესი, რისკი ამ სესხებლებს საშუალო 19%-იანი საპროცენტო განაკვეთი. ზოგიერთ სესხს საპროცენტო განაკვეთი 29.99%-დეც. კი ჰქონდა, მაგრამ ობლიგაციები მხოლოდ 0.5-დან 1%-მდე სარგებელს იხდიდა. საპროცენტო განაკვეთები იმდენად მაღალი იყო, რომ Santander-მა იწინასწარ მეტყველა. თუნდაც მომხმარებელთა 42%-მა ვერ გადაიხადოს ვალი, ბანკი მაინც მოგებაში დარჩება. რადგან 2025 წელს საშუალო დეფოლტის მაჩვენებელი 30%-ს მიაღწია. ეს საკმაოდ კარგი პროგნოზი იყო. იმისთვის, რომ კიდევ უფრო დაეზღუა თავი გაკოტრებისგან, Santander-მა კრეატიულობა გამოიჩინა Drive 2019-ის სტრუქტურის შექმნისას. თუნდაც ყველა მსესხებელი გაკოტრდეს, ინვესტორები, რომლებიც პირველ 3 ტრანშში არიან და პირველები იღებენ გადახდას, არანაირ ზარალს არ მეხავდნენ. თავად კომპანიას მხოლოდ 5%-იანი წილი უნდა ქონოდა საკუთარ სეკიურიტიზაციაში. ამ შემთხვევაში ეს იყო 71 მილიონი დოლარი საკუთარი პულიდან. თუ გაკოტრებების რაოდენობა ძალიან გაიზრდებოდა, სწორედ კომპანია იქნებოდა ბოლო, ვინც გადახდას მიიღებდა. მაგრამ თუ დეფოლტების მაჩვენებელი დარჩებოდა მოსალოდნელად მაღალი პროცენტების ფარგლებში ან ნაკლებად, კომპანიას დარჩენილი თანხიდან დიდი წილი შეხვდებოდა. სინამდვილეში SP Global Ratings-ის ანგარიშები აჩვენებდა, რომ თუნდაც 60%-მდე მსესხებლებს გადახდა შეეწყვიტათ, ყველა უფროსი ობლიგაციის მფლობელი მაინც მიიღებდა გადახდას. ერთმა წყარომ კერძო საინვესტიციო ბანკიდან თქვა, რომ ამას შეიძლება შეხედო როგორც ბომბის თავშესაფარს ბირთვული აფეთქების წინააღმდეგ. საუბარი არ არის იმაზე, რომ GPS ტექნოლოგიამ და სანომრე ნიშნების თვალთვალმა ბევრად გაამარტივა იმ მანქანების პოვნა, დაბრუნება და ხელახლა გაყიდვა, რომელთა მფლობელებმაც ვალდებულებების გადახდა ვერ შეძლეს. ამ გაყიდვებიდან მიღებული ფული პირდაპირ ობლიგაციების მფლობელების ანგარიშებზე მიდის. ეროვნული საავტომობილო ფინანსური ასოციაციის განცხადებებში ნათქვამია, რომ ეს subprime სესხები მომხმარებლების დასახმარებლად არის განკუთვნილი. წინააღმდეგ შემთხვევაში ადამიანები, რომლებსაც კარგი საკრედიტო ისტორია არ აქვთ, ვერ შეძლებდნენ გადაადგილებას ისეთ ქვეყანაში, სადაც მანქანაზე დამოკიდებულება მაღალია, როგორიცაა აშეთიშო. ინდუსტრიის ექსპერტები არ ეთანხმებიან ამ მოსაზრებას. ერთმა იურისტმა პროფესორმა და CFPB-ის ყოფილმა წევრმა განაცხადა, ეს ბაზარი ისეა მოწყობილი, რომ ფული გამოიმუშაოს, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა მსესხებლების ხარჯზე სარგებლობდეს. ზუსტად ეს მოხდა Drive 2019-ის შემთხვევაში. როდესაც ის დასრულდა, სესხის თანხის 25% არ იყო დაბრუნებული. რადგან Santander ელოდა 42%-იან დეფოლტის მაჩვენებელს, ამან ჯგუფისთვის მოულოდნელი მოგება მოიტანა. ჩვენ შევისწავლეთ SEC-ის დოკუმენტები და აღმოვაჩინეთ, რომ Santander-მა მომსახურების საფასურის სახით დაახლოებით 121 მილიონი დოლარის გარდა. მან ასევე მიიღო მინიმუმ 155 მილიონი დოლარი ბონუსის სახით. მაგრამ ამას თან ახლდა გაცილებით მძიმე რეალობა. მის კლიენტთა მეოთხედზე მეც ავტომობილი ჩამოართვეს. მათგან ბევრი ვალების ზრდა ციკლში აღმოჩნდა გაჭედილი. ზოგ შემთხვევაში ისინი გაკოტრებისკენაც კი მიიყვანეს. ყველაზე ცუდი რა არის? როდესაც ასეთი ჩამორთმევები ხდება, მხოლოდ საოჯახო მანქანებს არ აყავთ. ისინი ადამიანების უმეტესობის ამერიკულ ოცნებასაც თან მიაქვთ. სატვირთო მანქანის გადახდები ამერიკელების ქონებას ბევრად უფრო მეტად ამცირებს, ვიდრე მათ გონიათ. ეს მხოლოდ ის ფული არ არის, რომელსაც ისინი სატვირთო მანქანაში დებენ, არამედ ისიც, რისთვისაც ამ თანხას სხვაგვარად გამოიყენებდნენ. ადამიანებს, რომლებიც ყოველთვიურად 4 ნიშნა თანხას იხდიან სატვირთო მანქანისთვის, ამ ფულის გამოყენებით პენსიაზე მილიონების დაგროვება შეეძლოთ. თუ კი ყოველთვიურად სატვირთო მანქანისთვის განკუთვნილ $1,300 S&P 500-ში 30 წლის განმავლობაში დააბანდებდით საბოლოოდ $2,970,000 მიიღებდით. ეს არა მხოლოდ ძალიან კომფორტული პენსიისთვის არის საკმარისი, არამედ 3 მდიდრული სას ან მთელი კერძო კუნძულის შესაძენად, რომლითაც სიბერეში ისიამოვნებდით. აი ასე იქცევა ეს გადახდები უხილავ ქონების გადაცემად. ისინი ანადგურებენ საოჯახო შემოსავალს და ასუსტებენ ადამიანების შესაძლებლობას სახლის შესაძენად ფული დააგროვონ. ადამიანი, რომელიც წელიწადში 75,000 გამოიმუშავებს და თვეში $12,000 იხდის, სესხის პირობებისა და სწრაფად გაუფასურებადი მანქანების გათვალისწინებით, ის თავისი შესყიდვის უნარიანობას $160,000-ით ამცირებს. თუ გავითვალისწინებთ, რომ საშუალო სახლის ფასი 2026 წლის შუა პერიოდში $378,198 შოლას შეადგენს, ეს საშუალო სახლის საერთო გაყიდვების ფასის 45%-ია. ეს არის განსხვავება საბოლოოდ 4 საძინებლიანი სახლის ფლობასა და სტუდიო ბინაში ცხოვრებას შორის. და განსხვავებით სახლებისგან ძვირადღირებული სატვირთო მანქანები მხოლოდ დაკარგავენ ფასს. მომხმარებლებს მანქანის ღირებულებაზე მეტ ვაებაზე მეტი ვალი რჩებათ, უფრო დიდ ვალებში, ხოლო მათი მომავლის პერსპექტივებს ბანკები და დილერები ართმევენ. მიუხედავად იმისა, რომ ეს სიგიჟე ფინანსური გადაწყვეტილებები ხდება, ზოგი ფიქრობს, რომ ერთი კაცის მანქანის ვალი მხოლოდ მისი პრობლემაა. მაგრამ $100,000 სატვირთო მანქანა უბრალოდ ცუდი შენაძენი არ არის. ეს სისტემური გაფრთხილებაა მოახლოებული საკრედიტო კრიზისის შესახებ. ზუსტად ისე, როგორც იპოთეკური კრიზისი, რომელმაც დიდი რეცესია გამოიწვია, ალტოსესხების ბუშტი იწყებს გასკდომას და შედეგები დამანგრეველი იქნება. ახალი მანქანების გაყიდვები ნელდება. საწყობებში მარაგები იზრდება და ძვირადღირებული სატვირთოები უფრო დიდხანს დგანან დილერების ავტოსადგომებზე, რადგან აღარავინ ყიდულობს მათ.
Cox-ის მონაცემებით 2025 წლის მაისის შემდეგ მარაგების მოცულობა სტაბილურად იზრდება. დილერებს ახლა მარაგი იმდენ დღეზე ყოფნით, რომ დასასრული აღარ უჩანს, რადგან ადამიანები იწყებენ მანქანების დაბრუნებას, როცა აცნობიერებენ, რომ ის რაც ეგონათ შეეძლოთ ეყიდათ, რეალურად ვერ შეძლეს. მაშინ როცა ASHS-ში ყველა ბრენდის საშუალო მარაგის დრეების რაოდენობა 84-ში ადგენს, მსხვილი ზვირადღირებული სატვირთოების მწარმოებლებს თითქმის ყველას 100-ზე მეტი დღის მარაგი დაუგროვდათ. Chrysler's მარაგის 111 დღე დაუგროვდა, ხოლო Ford's შოკის მომგვრელი 113 დღე. ამან გამოიწვია ის, რომ 2025 წლის ოქტომბერში დილერების ავტოსალონებში 2.87 მილიონი ახალი ავტომობილი ხელმისაწვდომი და გამოუყენებელი იდგა. ეს თითქმის 5%-იანი ზრდაა წინა თვესთან შედარებით. ეს მეტია ვიდრე ნიუ-იორკის ქალაქში რეგისტრირებული ყველა ავტომობილი. იმ ადამიანებისთვის, ვისაც უკვე ჰყავს ავტომობილი და სესხი აქვს, 60 თვეზე მეტი ვადით გაცემული სესხების ვადაგადაცილებული გადახდების მაჩვენებელი 2024 წლის დასაწყისიდან 2025 წლის დასაწყისამდე 5 საბაზისო პუნქტით გაიზარდა. ეს 2025 წლის ვადაგადაცილებული გადახდების მაჩვენებელს უფრო მაღალს ხდის, ვიდრე პიკური მაჩვენებელი იყო 2009 წლის დასაწყისში. ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გლობალური რეცესიის დასაწყისში, რაც ბოლო ხანებში გვახსოვს. 2025 წლის ოქტომბრისთვის სუპრაიმ სესხების მქონე მსესხებელთა 6.75% მინიმუმ 2 თვე იყო ვადაგადაცილებული ავტოსესხზე. ინფლაცია, სტუდენტური სესხების გადახდის ვადაბობის დაავადებულების დაბრუნება და ნაწილობრივ სტაგნაციური შრომის ბაზარი მუდმივად ზეწოლას ახდენს მძღოლებზე, რომლებიც უბრალოდ ვეღარ ახერხებენ გადახდებს. ყველაზე შემაშფოთებელია ის, რომ ამ წნეხის გამო სუპრაიმ კატეგორიაში მყოფი მსესხებლების პროცენტული მაჩვენებელი გაიზარდა და 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია, თითქმის 15%-ს მომხმარებლების. ამიტომ საეჭვო სესხების გაცემისა და გადაუხდელობის ეს მანკიერი წრე მხოლოდ გაუარესებისკენ მიდის. და როგორც უმეტეს კრიზისებში, სუპრაიმ ბაზარი პირველი ზარალდება. ტეხასის სუპრაიმ ავტოსესხების გამზემი კომპანია Tricolor Holdings-ი მოულოდნელად დაინგრა 2025 წლის სექტემბერში. მიუხედავად იმისა, რომ ამ ფინანსურმა ინსტიტუტებმა ყველა შესაძლო დაცვის მექანიზმი გამოიყენეს, პრემიუმ პიკაპების ბაზარი იმდენად გაუარესდა, რომ ესეც კი საკმარისი არ აღმოჩნდა მათი გადასარჩენად. თუმცა Tricolor Holdings ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანია არ იყო. მისი გაკოტრება და ლიკვიდაცია Wall Street-ზე შოკის ტალღებად გავრცელდა. ასეთმა ფინანსურმა გიგანტებმაც კი, როგორიცაა JP Morgan Chase და BlackRock-ი, შეიგრძნეს ეს დარტყმა. ზოგი ამას მომავალში მოსაოდნელი მოვლენების ნიშნად მიიჩნევს. Axoni Capital-ის ერთ-ერთი წყარო ამბობს, რომ ABS ბაზრის მონაწილეები წარმოუდგენელ მოთხოვნას ქმნიან სუპრაიმ ავტოსესხებზე, რის შედეგადაც სესხების დამტკიცების კრიტერიუმები მოდუნებულია და ზოგჯერ დაუფიქრებელიც კი. მომხმარებლებისთვის, რომლებმაც ამ პრაქტიკის გის გამო ყველაფერი დაკარგეს, სიტყვა უპასუხისმგებლო ძალიან რბილი შეფასებაა. ამ ყველაფერს კიდევ უფრო ბნელი მიზეზი აქვს. გაკოტრებამ მასშტაბური ფედერალური გამოძიება გამოიწვია. ზუსტად იმ პრაქტიკების მიმართ, რომლებიც წლების განმავლობაში ავტომომხმარებლებს აზარალებდა. ფედერალური პროკურორები ახლა დეტალურად სწავლობენ ტრიკალორის დოკუმენტებსა და საქმიანობას, რათა თაღლითობის მტკიცებულებები იპოვოს. სამწუხაროდ ეს გამოძიება შეიძლება ძალიან გვიან და ძალიან მცირე აღმოჩნდეს. ავტოსალონებმა და ბანკებმა იპოვეს გზა, რომ უმეტეს მყიდველისთვის არასაჭირო უფრო და უფრო ძვირადღირებული ავტომობილები ქაღალდზე ხელმისაწვდომად ეჩვენებინათ, მაშინ როცა რეალურად ასე არ არის. გრძელვადიანმა სესხებმა და დაბალმა ყოველთვიურმა გადასახადებმა მომხმარებლები ვალში ჩააგდო ისე, რომ მათ ეს სრულად ვერ დაინახეს, მაშინ როცა მეორე მხარეს მოგება იზრდებოდა. ის, რაც ოდესღაც საშუალო კლასისთვის სანდო და ხელმისაწვდომის სამუშაო მანქანა იყო, ეხლა სრულიად სხვა რამ გახდა. ეს ნაკლებად არის შრომის იარაღი და უფრო მეტად ფულის ამოღების საშუალება. იქნებ სწორედ ამას წარმოადგენს სინამდვილეში. ეპოქა, სადაც წარმატებულის იმიჯის ყიდვა მარტივია, მაგრამ ფინანსური თავისუფლება არა. საბოლოოდ ჩვენ ვინ ვართ? ეს სატვირთოებმა კი არ შეცვალა, არამედ იმ ვალმა, რომელიც მათ შესაძენად ავიღეთ. ძვირადღირებული სატვირთოების ზრდა და გაზრდილი ყოველთვიური გადასახადები ცალკე არ ხდება. ეს უფრო ფართო სისტემის ნაწილია, რომელიც ამ მანქანების მწარმოებლებზე ზეწოლას ახდენს. და Ford-ისთვის სიტუაცია ბევრად უფრო არასტაბილურად გამოიყურება. უყურეთ ვიდეოს Ford-ის ჩავარდნის რეალურ მიზეზზე და გაიგეთ, რატომ არის დეტროიტი პანიკაში. ან დააწყაპუნეთ აქ.